ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ აღარ გაიმართება. ირკვევა, რომ საქმის პროკურორებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს, სადაც პროცესის გადადების მიზეზად მათი ტრენინგზე დასწრება და ქალაქგარეთ გასვლა დაასახელეს. საქმე ეხება წუბუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. პოლიტიკოს გირა უქონდა შეფარდებული, თუმცა მან არ გადაიხადა. ის არც აპირებდა მისვლა სასამართლოს ხდომაზე. სწორედ ამიტომ კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი დაკავების მოლოდინშია. ამავე საქმეზე ხელბორკილების დადებას ელოდება ნიკა გვარამია, რეჟიმმა ციხეში უკვე გაუშვა ზურაბ გირჩი-ჩაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. და დავიწყოთ საუბარი ახლა უშუალოდ ნიკა მელიასთან. ნიკა, ჩვენ ეს გადაცემა დავგეგმეთ იმის მოლოდინში, რომ ხვალ დიდი ალბათობით მოსალოდნელი იყო თუ უცხოემა ჩაინიშნებოდა, რომ თქვენ დაკავებაზე გადაწყვეტილება მიეღო სასამართლოს. მოდი დავიწყოთ ამ თემით და რა თქმა უნდა დღის მთავარ თემასაც დავუბრუნდებით, პროცედურული თვალსაზრისით ისედაც რა დონეზე ხარ ინფორმირებული და რასელი. ის გვაინტერესებს თქვენი აზრით, რატო გაჭიანურდა ეს? კი ბატონო, ხა მინდა იცოდეთ, რომ გირაოს გადახდის ვადა ფორმალურად მე მქონდა და მაქვს ხვალ ღამის 12 საათამდე. და სტომა ჩანიშნული იყო 2 საათზე, რომელზეც მე გამოცხადე, რომ არ დავესწრები გასაგები მიზეზების გამო. და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი. ხვალ ჩემი დაპატიმრება შესაძლებელი გახდებოდა არა გირაოს გადაუხდელობის გამო დღის 3 საათზე თუ 2 საათზე, არამედ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო. და შესაძლებელია ეს იყო მიზეზი, რატომაც მათ იმ აუგზაურთან ერთად, რაც ჩვენ ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში პერეტრუბაციები ეგრეთ წოდებული, მოკლედ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხვა თარიღს დაუმისნონ სასამართლო პროცესის ხვალ გვეცოდინება, ხვალ ადვოკატი ფორმალურად ასევე პროცესი ხვალ ჩატარდება, ადვოკატი დაესწრება, მოსამართლეც იქნება, და არ იქნება არც ბრალდებული ამ შემთხვევაში მე და არც პროკურორი არც ერთი. ეს უცნაურია, მაგრამ ფაქტია, მაგრამ ეს არ არის ახლა ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად გადადებს თუ თქვენ მაინც გამოუცხადებლობა ჩაგეთვლებათ. ფიზიკურად ვერ მოხერხდება პროკურორების დასწრების გარეშე პატიმრობის შუამდგომლობის დაყენება, ხომ? მათ მიმართეს უცნაურად თითქოს არც ერთი მათგანი არ იქნება ქალაქში, ისინი ტრენინგს დაესწრებიან. თუმცა მიზეზი ეს მგონია, რომ ღამის 12 საათამდე მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია მქონდა, რომ და გასაგებია ესეც, ხომ, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება უმრავლესობა პოლიტიკოსებმა, მათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაკავება ხვალ შეეძლოთ, ხოლმე იმ საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულში გამოუცხადებლობის გამო და ალბათ ეს არ მეიჩნიეს აუცილებლად. ახლა ხვალ ალბათ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელ დღეს ჩანიშნონ მომდევნო პროცესი და იქ უკვე ვნახავთ ელი თუ არა დაკავების შესახებ გადაწყვეტილებას და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტიკურ დონეზე. აბსოლუტურად გააზრებულად მივიღეთ გადაწყვეტილება მეც მათ შორის ყველას თითოეულ ჩვენ გვაქვს ჩვენი ბიოგრაფია ყველაფერს თავი დავანებოთ. აი ამ ბრძოლას ამ ვიცი მართალ ბრძოლას, ხო, სადაც ვართ ასობით ათასი ქართველი ჩართული, ზოგი აქტიურად, ზოგი პასიურად. მე მაშინ უარი უნდა მეთქვა ჩემს ბიოგრაფიაზე, წარმოუდგენელია გირაოს კი არ ვაკლინებ ვინმეს კიდევ ერთხელ ღმერთთან დაიფაროს პირიქით. ყველას აქვს თავისი ტაქტიკური მოსაზრებები, ვიღაცა იხდის გირაოს და მივესალმები, ბრძოლაში რჩება და ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე ჩემი მოსაზრება მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს შევიკავებ ამ მოსაზრების ტირაჟირებისგან. უბრალოდ მაშინ მე ჩემ თავთან არ ვიქნებოდი მართალი, ხო? მაშინ თუ იხდი ახლა შენ იგივე ადამიანი, ამ შემთხვევაში მე, მაშინ 3 წლის წინ რატო არ გადაიხადე? ანუ ეს ნიშნავს, რომ 3 წლის მქონდა მეწინააღმდეგობის გაწევის უნარი და ახლა აღარა მაქვს. ანუ ამ ორალ კომპრომისზე წასვლის შემთხვევაში განაიხა შეუძლებელი იყო, რომ მე ჩემ თავს დავკარგავდი და მე ძალა გამომეცლებოდა, ისევე როგორც ვიცი, ხო, ირაკლი მოიქცა, ისე როგორც მოიქცა, ზურა მოიქცა, ისე როგორც მოიქცა და ყველა, ხო, ვინც როგორ მოიქცა, იმ ფარგლებში ვაფასებ და თანამებრძოლები ვიქნებით, მაგრამ დაკავება არ ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ხნით ვაპირებთ იმ ციხეში მოკლედ არა დამარინირებას და რაღაც მარცხს არ ნიშნავს ეს, უბრალოდ მე მგონია, რომ პოლიტიკოსების აი ესეთი დევნა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით
ამ ბრძოლას წაადგება, ანუ ეპიზოდი არის მორიგი თავისუფლებისთვის ბრძოლის. ჩემთვის ეს პატივია რა მხრივ ვიცით, მე მგონია რომ ეს პროცესი ახალ დამატებით რამდენიმე იმპულს მიიღებს, თანაც როდესაც შენ თანამებრძოლებს ნაცნობს თუ უცნობს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ აყენებ და იღებ კი ბატონო ისეთივე დარტყმებს როგორც აიღო ზურამ, ირაკლიმ, ნიკარი აგერ შემდეგ ხო, მაგრამ ამ დარტყმებს პირველ რიგში აყენებ შენ რეჟიმს, იმიტომ რომ პატივისცემა გვიყურებენ ალბათ ხო, ვიცი რომ ფორმულას აჩვენებს იქ ციხეებში, სხვადასხვა ციხეებს გულისხმობ, ამიტომ მრავლობითში 60-70 სამოქალაქო აქტიური ადამიანი ხო პირი რომ დააკავო, რა თქმა უნდა, ამას რეზონანსი აქვს და აქვს კიდევაც. ქვეყნის შიგნით წარმოუდგენლად მაღალი. მაგრამ ქვეყნის გარეთ პოლიტიკოსების დაკავებას ესას პოლიტიკების თავმჯდომარე გაცილებით მეტი რეზონანსი აქვს. გაცილებით მეტი რეზონანსი აქვს, თანაც მინდა ხაზი გაუსვა, თუ შეიძლება გიორგი, საფუძველსაც ხო გააჩნია. აი 3 წლის წინ უფრო მომედავებოდა ნებისმიერი ადამიანი და თქვენს ეთერში გეტყოდათ, მაშინაც რომ ერათ ეთერებში ქართული ოცნების არ ვიცი ლიდერებს, რომ აი ადგა და თავხედურად მოიხსნა საამაჯური რუსთაველის განზერზებელი, ჩაიკეტა იქ რაღაცა შენობაში, ხო? წეიძულებით გამოყენება. აბა რა გაგვეკეთებია ეს? ეხლა უბრალოდ არ უპასუხეთ თეა წულუკიანის სატელეფონო ზარებს. არ უპასუხეთ თეა წულუკიანის სატელეფონო ზარებს და ამის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა და პატიმრობა, რის გამოც უკვე ირაკლი და ზურა არის იქ, სადაც დიდი ხანი არ გაჩერდებია დარწმუნებული ვარ. არ ვიცი, არ ვაკნინებ მესამე მსოფლიოს ქვეყნებს, მაგრამ ნუ ალბათ არც ნიკარაგუაში იჭერენ და არც ბოცვანაში. არ ხდება ეს უბრალოდ. გადაავლაშეს. კი ბატონო, მოდი ერთ კითხვას დაგისვათ ამ თემაზე, სანამ სხვა უშუალოდ თქვენი პატიმრობის პერსპექტივაზე, თქვენი ბრძოლის გზაზე, ეს არ არის მარტო პატიმრობის პერსპექტივა. ამ სტრატეგიის ნაწილია და ამის ახსნას ვცდილობ თქვენ. უყურეთ, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, ორი ვერსია და ვარიანტია. ან პოლიტიკური დაპირისპირება იმ ფაზაშია გადასული და ავტორიტარიზმი გადადის ტოტალიტარიზმში, როდესაც პოლიტიკოსებს დისიდენტურ მოქმედებაზე გადასვლა უწევთ. ეს ნიშნავს, რომ ან იატაკქვეშეთში, ან ციხეში აღმოჩნდება და თავისი პირადი მაგალითით, ასე ვთქვათ, მორალური თავგანწირვის, ასე ვთქვათ, მაგალითად რჩება ეს, ხო? ერაბ კოსტავასხვები, მე კი არ გადაარებ და რაღაცა მაგაზე არ არის, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს მოცემულობაა, ხო? ან მეორე ვარიანტია, რომ დაძაბულობის დინამიკა ისეთია და ისეთი პიკისკენ მიდის, რომ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება დამატებით გარემოებებს ქმნის სიტუაციის ესკალაციისკენ, რომელიც განმუხტვის შანსს იძლევა დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში. თქვენ რომელ ვერსიას მიყვებით ამ შემთხვევაში რეალური მოცემულობებიდან გამომდინარე, ანუ პოლიტიკური პროცესის წინააღმდეგობის მოძრაობა, ქუჩაში აქტივობა, ანუ ეს ფაქტორი საერთაშორისო, ეს ამ ფაქტორების ერთობლიობა უფრო დისიდენტური ლოგიკით ნაბიჯის გადადგმისკენ გიბიძგებდათ თუ მეორე ლოგიკით? არა, მეორე, მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის. უფრო მეორე, რა თქმა უნდა და არა დისიდენტო, მე მიმაჩნია ეს არის ბრძოლის სხვანაირი ეტაპია, ბევრისთვის შეიძლება უკვე გავლილი, ამ შემთხვევაში ჩემთვის, თუმცა დიახაც ჩვენ როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკოსებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ შევსულიყავით იმ პარლამენტში, ხო, მე ვიგრძენი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარწმუნდა, რომ ღირს ბრძოლა ბოლომდე. დარწმუნდა, იმიტომ რომ ისე მოვიქეცით, როგორც უნდა მოქცეულიყავით ჩემის აზრით 2021 წელს და ბოიკოტი მაშინ არ დაგვერღვია და ამან გამოიწვია დამატებითი мотиваცია, რამაც მე უბიძგა უამრავ ადამიანს, რომ დღემდე ამ ბრძოლაში ჩართულიყვნენ და მართლაც ბრძოლა ბოლომდე, აი ეს სლოგანი აიტაცებიათ, ხო? ამიტომ ბრძოლა ბოლომდე სად თუ არა აქ არის ახლა საჭირო და შენმა თანამებრძოლებმა, შენმა თანაგუნდელებმა, შენმა ოჯახის წევრებმა, უცნობებმა, ნაცნობებმა დაინახონ, დარწმუნდნენ, რომ შენ ჯერა შენი ბრძოლის. ვეწუნეთ, ეხლა გადახდა შესაძლებელი იყო. მაგრამ მე მჯერა, რომ ამით კი არ ვდრგუნავ უამრავ ადამიანს, რახან პოლიტიკოსები ვართ, ყველას ყავს ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები, არ ვიცი, მესაკნები არ მითხრა, ხო, თანამოაზრეები. ამით მათი ჟინი და мотиваცია იზრდება და ოპტიმიზმი, ეხლა მე მოვდივარ მოკლედ ეთერში შეხვედრია და ცოტა ხნით შევიარე ოფისში, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ეხლა გვიყურებენ ალბათ. მათი мотиваცია გაზრდილია.
ყოველ ჯერზე იზრდება და არა მხოლოდ მათი, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან და რუსთაველზე მდგომი და არა მხოლოდ უამრავი სხვა ადამიანი, რომ ეს ადამიანები ბრძოლაში ბოლომდე წამსვლელები არიან. მეც მჭირდებოდა ამაში დარწმუნებულიყავი, ხვალ და ზეგ რომელ პოლიტიკოსთან განსაკუთრებით. შეიძლება ხელი ჩაკიდებული ბრძოლაში წასვლა და ვინ შეიძლება პირდაპირობა გაგიწიოს. ვისთან შესაძლებელია მე ავირჩიო უკვე ნახევარი, არ ვიცი, ენერგიით ურთიერთობა. ნუ რაღაცები ხა მეც არ მომწონს, რაღაცას რაღაცა ჩემში არ მოწონს, მაგრამ თავარია პროცესში ჩვენ ვიყოთ მართლები. ამიტომ მიმაჩნია რომ ამით ჩვენ კი არ ვუცხადეთ პანაშვიდს ამ პროცესს. პირიქით. ხო, არა, პანაშვიდს არ არის. პრეზიდენტურ შემთხვევაში როგორ არის, იცი რომ გრძელვადიან ბრძოლის ნაწილია, იმიტომ რომ სისტემა აკონტროლებს სრულად, არ გაქვს მოლოდინი იმის რომ სწრაფად რამე მოხდება. თუმცა ჩვენ ვარავინ მაგალითით აწ. არ შედიოდა. თუ შეგიძლია ახსნა. მე ჯერა, კი ბატონო გიორგი. ის ფაქტორები, რომელიც აი ამ შენ სტრატეგიას, შამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია და რომელიც შენს ნაბიჯზეც არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ რომელიც ამის პარალელურად, როდესაც პერსპექტივა შენ შეიძლება ისოსებს მიღმა აღმოჩნდე, აქ ისეთი რაღაცეები განვითარდება, რომ იმ გეგმას, რომელიც თავში გაქვს, მოიყვეს. ბატონო, მადლობა გიორგი ამ შეკითხვისისას. თუ ამ ჩვენს ბრძოლას, ამ პროცესს, რომელსაც თვალისჩინებით ურთილდებით, ხო ყველანი ერთად, უწერია საერთო ჯამში, ან ეტაპობრივად, იმ ხარისხის და მასშტაბის საერთაშორისო ხარდაჭერა, რომელიც გვინდა და ჭირდება ამ პროცესს, აი ასეთი ნაბიჯების გადადგმით კიდევ უფრო იზრდება ხო ეს შესაძლებლობა და შანსი. თუ ეხლა მთელი ოპოზიციური სპექტრი გამოგონილი ბრალდებით მიდის იქ სადაც არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ამ ნაბიჯს განს და განზრახა დგამე ნაბიჯს, მე მგონია რომ ეს უკავოდ არ ჩაევა. ამ წოვებს რეაქცია. საერთაშორისო იზოლაცია გაღრმავდება, გაძლიერდება და ზეწოლად, ახლა ზეწოლაც. წულუკიანს ნამდვილად ჩემი შეფასებით, ანუ ამჩატებულად დაემართა, გადაამლაშა. მე ვაკვირდები ბოლო პერიოდში შეწყვიტეს ისეთი ადამიანების მოკლედ გამოძახება მათ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, ვინც თეორიულად შეიძლება უარი უთხრას მოკლედ იქ მისვლაზე, ან ვინც გამოიძახეს უკვე მათი საქმე და არ მივიდნენ, მათი საქმე არ გადააგზავნეს პროკურატურაში, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ეს არ არის ის რაც შესაძლებელია ივანიშვილის რეჟიმსაც აწყობდეს, მაგრამ რატომაც არა მორალურად გატეხილი პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია აქვს ერთ, მეორეს, მესამეც ოპოზიციური პარტიის ლიდერობის, ან ზოგადად პროცესის ლიდერობის, ან ერთ-ერთი ლიდერობის, მორალურად თუ გავტეხავ, გაცილებით მეტი ადამიანი გაწყდება და ეს ასე არის ნამდვილად. შენ როგორც ლიდერი თუ ტყდები, ჩემის აზრით, ძალიან ბევრი ადამიანი ტყდება და მე ახლა არც ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს თეორიულ აპოტენციურ მარცხთანაც, ასე არ ვუყურებ, ასე რომ შემეხედა პროცესისთვის. უნებლიეთ სხვა ზომებს და სხვა ნაბიჯებსაც გადავდგავთ. შედარებით მოკლე მონაკვეთში ელიტ სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გამძლე. კი, მე მზად ვარ და მე პირიქით ვთხოვ საზოგადოებას ხოლმე, როცა ამ შესაძლებლობა მაქვს, ასე ფართო საზოგადოებას, რომ გაცილებით გრძელვადიანი მოკლედ პერსპექტივისთვის და მარათონისთვის ვიყოთ მზად ემოციურად, ფსიქოლოგიურად და მორალურად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ, რომ მოკლე ვადაში დასრულდეს პროცესი, რომელსაც ვალვითარებთ. ნიკა, თქვენ სასარგებლოს მოქმედებს ერთი კონკრეტული არგუმენტი დღევანდელი დღის ისტორია, როდესაც უპრეცედენტო შემთხვევა, მე ვცადე მომეძიებინა და აი ძალიან იშვიათი შემთხვევა ყოველ შემთხვევაში, ისიც ტრულად განწყობილ ტერიტორიებზე მოქმედი საელჩოების მეშვეობით ხდება ასეთი რამ, როდესაც საელჩო საჯაროდ იწყებს კომუნიცირებას ადგილობრივ საზოგადოებასთან და ცხაცხთის ისეთ დეტალებს, რომელიც როგორც წესი დიპლომატიური ურთიერთობების პროცესის ნაწილია. რაც დღეს გააკეთა შეერთებული შტატების საელჩომ, როცა მათ ღია თქვეს, რომ მათ მოითხოვეს შეხვედრა ივანიშვილმა, ამიტომ ასეთი ზუსტად ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილების გადასაცემა და ასე შემდეგ, ივანიშვილი მათ არ ხვდება და კიდევ ერთხელ არის ჩამოყალიბებული თუ რა ტიპის მოლოდინები აქვს. ივანიშვილი რო იძახის, რომ სუფთა ფურცლიდან საქმის დასაწყებად ყობახიძეს დაელაპარაკეთო, სუფთა ფურცლიდან ეს ვერ დაიწყება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემებია დახვავებული და ამ პრობლემების მოწესრიგებაზე სურდათ ამავე დროს საუბარი, ხო? ანუ ეს დამოკიდებულებები მწვავდება. ივანიშვილის საპასუხო წერილმა კიდევ უფრო მეტი ნავთი დაასხა ამ ცეცხლს, ხო? იმიტომ რომ თლათ ესე თქვა პოლიტიკურად დალაგებული სუბიექტის
სიგნალებს არ ასხივებს დღეს საქართველოს ჩრდილოვანი მმართველობის ბუნება თავისთავად ცხადია, ხო? მე სიმართლე გითხრათ ვოცნებობ ამ სიტყვას ვიტყვი ყველანაირი გაგებით, რომ ტრამპის ყურამდე მივიდეს თავად ივანიშვილის პასუხიც და ის როგორ ექცევა ის მის ელჩს საქართველოს, ეს არის პრეზიდენტის ელჩი და შეერთებული შტატების და მის სახელმწიფო მდივანს და უშიშროების საბჭოს მდივანს. ანუ რასაც ეყრდნობა ტრამპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ხო? მარკო რუბიო დღეს ორივე მოგებას ასრულებს. მაგრამ ანუ ეს თქვენი არგუმენტების ასარგებლოდ მოქმედებს. ქვეყნის შიგნით თქვენი აზრით, რა შეიძლება ან უნდა მოხდეს ისეთი, რომ შიდა ფაქტორებმა აი ამ თქვენ სტრატეგიას უფრო მეტად შეუწყოს ხელი და ეს უკავშირდება უკვე თქვენს მიერ, ვერ ვიტყოდი რომ ულტიმატუმის სახე ქონდა, მაგრამ თქვენ მოითხოვეთ ეს ოფიციალურად საჯაროდ რაღაც რიცხვი 26 მაისისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადონ და ასე შემდეგ. აი ამაზეც რომ მანიპულაცია თქვა. დიახ, მით უმეტეს აი რაც თქვენ ბრძანეთ, პრინციპულობა არის აუცილებლად აუცილებელი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება. აუცილებლად ვივა დონალდ ტრამპის ყურამდე, რა თქმა უნდა, მის კაბინეტამდე, ოვალურ კაბინეტამდე აუცილებლად ვივა. მით უმეტეს მარკო რუბიომდე, ხო, შეუძლებელი არის ეს ასე არ მოხდეს. მით უმეტეს არის აუცილებელი აი ის პოზიცია, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ზემოთ. ურყევი, მტკიცე, პრინციპული, უკომპრომისო, პირველ რიგში, როდესაც მორალურ კომპრომისზე არ მიდიხარ. და როდესაც კი ბატონო, როდესაც შენ გაქვს, თქვენ თქვით, რომ ოცნებობთ, რომელიც ნამდვილად ახტება, რომ თელმა ვაშინგტონმა დაინტერესებულ მხარემ გაიგოს, რომ ის წარმომადგენლობას, რომელზეც თავად მარკო რუბიომ ისაუბრა, თავის წარმომადგენლობას ქვეყანაში დაეკითხება, რა ზომებია გასატარებელი ქართული ხალხის დასახმარებლად, იმასაც გაიგებს, რომ ნახევარი ოპოზიციური სპექტრი სატელეფონო ზარის არპასუხის გამო არის ციხეში მოქცეული. დარწმუნებული ეს ბრძოლაც ასე შედეგს გამოიღებს. რა არის ქვეყნის შიგნით გასაკეთებელი? ნუ მე ძალიან რბილად მინდა თქვა და ზოგადად თქვენს გადაცემებში და არა მხოლოდ თქვენს გადაცემაში ყოველ თავის სიმართლეს საუბრობს და პოსტოს ცდილობს და ის რაც მას სურს და იქნებ ის თქვა რაც ხდება და აი თქვენ შემისწორეთ თუ ეს ასე არ არის. მე მჯერა რომ ძალიან დიდი პოლიტიკური მკაფიობის გარეშე უბრალოდ პროცესში ერთ ნაბიჯსაც წინ დამაჯერებელს ვერ გადავდგამთ. შეუძლებელია მით უმეტეს საპნის ბუშტები ვბეროთ. შეუძლებელია ყალბი პროცესი განვითარდეს, იმიტომ რომ ის თუ 2-3 დღით განვითარდება და წარმოჩინდება როგორც რეალურ ავთენტურ პროცესად, მეოთხე დღეს ის წარმოჩინდება როგორც ყალბ პროცესად. მე ხა ნახევარი ზომებით და ნახევრად პრინციპულობით რეჟიმთან ბრძოლის არ მჯერა. აი რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაზეც კიდე ილაპარაკეთ სხვა სტუმრებთან, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, როდესაც ივანიშვილს ქვეყნის შიგნით უკვე აქვს დილემა, ის შუაში ამდენი ხანი ვეღარ გაჩერდება უკვე. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე ორი მისი საარჩევნო ელექტორალური ბაზის სასარგებლოდ. ერთი ბაზა მას არჩევნო ყავს ის იმ კატეგორიის, ვისაც უნდა იხილოს გიორგი თარგამაძეს კი ციხეში და დახურული ფორმულა ხვალვე, თუ არა ერთ საათში. ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში და საერთოდ ყველა ივანიშვილის პოლიტიკური, ასე თქვა, ოპონენტი სამარაჯამო ციხე. ასეთი კატეგორიის ამორჩეული ყავს ივანიშვილს. მეორე ნახევარი აბსოლუტურად თანაბარი ზომის თითქმის ყავს ივანიშვილის ამორჩეველი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ურთიერთობების ნორმალიზებას მოახდენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამას არც ივანიშვილის ხელისუფლება არ მალავს და სადღაცა შუაში რაღაც დღემდე გაძლეს პოზიციონირება, მაგრამ კაფე პოზიციონირების გარეშე ამ საკითხშიც, ხო? ივანიშვილი უბრალოდ ფონს ვეღარ გავა. მან უნდა აირჩიოს იგივე ნაბიჯის გადადგმა, რა ნაბიჯის გადადგა სტრასბურგისა და ბრიუსელის წინააღმდეგ და გადადგას ახლა ვაშინგტონის წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში მე ვარაუდობ მას ჩამოეფხშნება უბრალოდ აი მეორე კატეგორიის ამორჩეველი, იმიტომ რომ ეს კატეგორიის ამორჩეველი მე ხო ვიცნობ ამ ხალხს თქვენც იცნობთ, როგორი ტიპის არის, იცით, ბევრი მათგანი. ანუ მოცემულობის ამორჩეველი არის. აი მოცემულობის ამორჩეველი ყავს ივანიშვილს ბევრი მიზეზის გამო, ნუ მაინც ქართული ოცნება. მაგრამ თუ ივანიშვილი მოცემულობას ცვლის
და მოცემულობის შეცვლა არის თუ ის ვაშინგტონს უკვე ბოლომდე საჯაროდ უპირისპირდება მისთვის იცით აი ესეთი ტიპის ამორჩევლისთვის ქართულ ოცნებას ალტერნატივა აღარ აქვს ჩემთვის ხო ეს მოცემულობა ქრება და ნამდვილად ის იპოვის სხვა ალტერნატივას. ეს ისიც ჩვენზე კარგად ივანიშვილმა. ამიტომ უახლოეს პერიოდში და მე ვფიქრობ, რომ აი პროაქტიული კამპანიასავით აქვს დაწყებული უკვე თუ არა კამპანია პოლიტიკური საარჩევნო კამპანია კი არა პოლიტიკური კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ სიცხადე შეიტანოს და აიძულოს ივანიშვილი ბოლო მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მას საკმარისზე მეტი ბერკეტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ქართველი ხალხის ქომაქვს, ჩვენი ამოცანაა, რომ ეროვნული ინტერესები გაძლიერდეს. ამერიკის შეერთებული შტატების ამოცანა თანხმედრაში მოდის ქართველი ხალხის ამ ინტერესებთან, რომ აქ არ იყოს ანტიამერიკული ხელისუფლება და აქ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, ამიტომ აქ სიცხადე შემოვა. აი, როდესაც ეს გლობალური პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს პოზიციონირების, გამოკრისტალების თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიები ენაცვალოთ, რა ვიცი, ჩემი თავი ასე ვიტყვია თუ შეიძლება, ხო, არავის არ ვესხმი თავს. ჩემს ინტერესში ჩაშედეს, უბრალოდ არ მინდა ვისაუბრო ჩემს პოლიტიკურ, ხო, რა ვიცი, მომოპატიმრობაზე, ეს გაუბრალოებულია ჩემთვის რა, ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ნამდვილად ვაპირებ საუბარს, სანამ შევძლებდა, მაქვს თუ რამისთვის ვიხარია 2-3-4 დღით მეტი მექნება შესაძლებლობა საჯაროდ საზოგადოებასთან დავამყარო კომუნიკაცია. არ მესმის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ერთი სიტყვით ოპოზიციაში მყოფის, ვინც დღესაც ვერ იძახის კაფეოთ, რომ არ გავდივართ ჩემთვის ფარსად წოდებულ სახელად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე ძალიან გამიკვირდა პარტია ლელოს პოზიციის, იმიტომ არ ველოდი, რომ იდენტური იქნებოდა მათი პოზიცია პარტია გახარიას პოზიციისა, თუმცა გუშინ მაგალითად უსმინე და იცის ბადრი ჯაფარიძე, რომ მას პატივს იცის და მეც გძნობ პატივისცემას მისგან და ბევრი ადამიანი პოლიტიკურ სპექტრში არ მოიძებნება, ვისაც შეიძლება ამ ხარისის პატივისცემა ქონდეს მის მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ზოგადად ლელოში არჩეული ადამიანები არიან, მაგრამ რა დევს პინაზე სასტორის იმდენად დიდ პატივს არც ერთ ადამიანს, არც იმ პარტიაში და არც საკუთარ პარტიაში მე არ ვცემ ნამდვილად, რომ ის ღერძი ბრძოლის დაზიანდეს, იმიტომ რომ უბრალოდ სტარ პოზიციაზე დგანან. მან განაცხადა, აი ბადრი თუ ისმე გენაცვალოს არაჩვეულებრივი კეთილი ადამიანი ხარ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შესვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციას ივანიშვილის, იმიტომ რომ 89 დეპუტატს 99-ე, ანუ ერთიც არ დაემატება. მანამდე მისმა თანაგუნდელობა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ისაუბრეს, თითქოს ესეთი რაღაცა ზავნილი ახალი შეემუშავეს, რომ გაახსნათ დისკუსია საჯარო ამ საკითხთან დაკავშირებით და მანამდე თუ საუბრობდით, ჩვენ გეუბნებოდნენ, რომ ამაზე საუბარი არის უსარგებლო და მეტიც ივანიშვილის წისქვილზე ჩანჩქერის დასხმა და კიდევ უფრო შემაშფოთებელი და გამოუცემდა სიყალბე, რაღაც ერთ-ერთი რაც არ მომწონს ქართულ ოცნებაში არის სიყალბე. ასე სიყალბე წარმოუდგენელი ყოველი სიტყვა ტყუილია. ქალბატონმა ზურაბიშვილმა რაც ისაუბრა რუსთაველის გამზირზე, ბევრმა ვერ გავიგეთ. მაგრამ ფაქტია, მან მოახერხა რაღაცა სიტყვების ჟონგლიორობა, რომ მან სამიზნეს შუბზე არ დაიხატა და ბევრს დაჩა შთაბეჭდილება, რომ იცით, პარტიები შეთანხმდნენ მის პლატფორმაზე, რომ საბოლოოდ ეს შეთანხმებული პოზიცია, რომ არავინ არ აპირებს ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ზუსტად რამდენიმე საათში მოთხოვნა არის საპარლამენტოსთან ერთად შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნები. კი ბატონო, ეს სხვა საკითხია. საპარლამენტო ჩატარდეს. ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია. იქვე დააყოლა. არავინ არ აპირებს. და აბსოლუტურად, რა ვიცი, შეფასებითი კრიტერიუმი დადო ამ თავის სიტყვაში, იცით? ამ პირობებში არავინ არ აპირებს, ივანიშვილის პირობებში. პოზიცია კი არ ჩამოაყალიბა, ეხლა შეფასებითია, დიახ, ეს კრიტერიუმი ხვალდაზე თქვენთვის შეიძლება გაუარესდეს პირობები, შეიძლება გაუმჯობესდეს, მიდი და გაიგე, ეხლა რა იგულისხმო, ხო? მაგრამ რამდენიმე საათში პარტიები მეორე დღეს გახარიას პარტია და პარტია ლელო გამოვიდნენ და თქვენს სრულიად საპირისპირო და ახლაც ვეკითხები სალომე ზურაბიშვილს ის რაც თქვენ თქვით რუსთაველის გამზირზე უკვე 26 მაისს 31 მაისს გამოხვედით ვერაფერი ვერ გავიგეთ
მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომუნიკაციაც მქონდა და ძალიან კეთილსურველი ვიყავი და იმედია მისი თანაშემწეები მაინც ამ ყველაფერს დაადასტურებენ მისთვის. არ ეგონოს ვინმე და თავს ვესხმი. მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. 26 მაისს წინსწრება დიახაც ქონდა ეს მოწოდება, მაგრამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ყველაფერი. ახლა მაინც ხო შეიძლება ხვალ გამოვიდეს, ხშირად ატარებს პრესკონფერენციას პირდაპირ ეთერში. თქვას რომ 26 მაისს მე ჩემი მოსაზრება გამოთქვი და არა ლელოსი და გახარიასი. ამიტომ აი სანამ არ იქნება აი სიცხადე შემოტანილი ამ პროცესში წინ ვერ წაიწევს ეს წინააღმდეგობრივი მოძრაობა არა და გულშემატკირო. ამიტომაც არა ვარ იქ და არც არასოდეს ვიქნები სანამ ელემენტარული პატივისცემა არ იქნება თანამებრძოლების მიმართ. თანაც იცით რაზე წყდება გული? როდესაც აი თქვენ ხართ ბიზინა ივანიშვილი ერთი წამით. მე ვარ ჩათვალეთ ახლა ქართული ოცნების სათა ოფისში და თქვენ მართავთ ხელისუფლებას და თქვენ იცით ჩემი ლელოსი და გახარიას დეკლარირებული უკვე პოზიცია თითქმის უკვე საბოლოო რომ მე უკვე ვუშვებ აქტიურად რომ ამ არჩევნებში შემოვიდე და მეტიც ხალხს ვეუბნები რომ ამ არჩევნებში შემოსვლა არ ნიშნავს ლეგიტიმაციას. იქ გააყალბე, მაგრამ აქ შემოვიდე. რატომ უნდა დამითმოთ რამე? როდესაც აი ამ ბძიმე პირობებშიც კი მზადა ვარ მივიღო მონაწილეობა. ისიც კი არ დაგანახეთ გიორგი თქვენ როგორც ხელისუფალს, რომ ყველა პარტია ერთსულოვანია დადგა და თქვა, რომ არა, ბოიკოტი არჩევნებს. ბოიკოტის გაგრძელება, იცით რა არის? ბოიკოტის გაგრძელება ნიშნავს წინააღმდეგობრივ მოძრაობაში დარჩენას კი არა. ნიშნავს დიახაც мотиваციის გაზრდას და მომენტუმის შექმნას. იმაზე უფრო დიდ საორგანიზაციო რესურსს და მონდომებას ვიდრე უბრალოდ არჩევნებში. და პლუს კიდე აი გახარია წარმომადგენელი იქნება. შეკითხვის დასმას ვაპირებ, რაც ეხლა რაც შეკითხვას დასვით, ხო? შეკითხვა ისმოდა. გახარიას წარმომადგენელი არის თქვენ შემდეგ სტუმრად და დაუსრულებთ. არა, თქვენ ჩვენ საუბრის დასასრულს პრობლემა არ აქვს. როდის კი ბატონო ნახოთ ხვალ სასამართლოდ და რამიდან ხა ეს მისი პარტიას აქვს პოზიცია გვითხრა ჩემს კითხვას მიბრუნებენ რო რა არის თქვენი გეგმა თქვენი გეგმა არა ამავე წარმატებით შეიძლება იგივე ვკითხოთ რა არის თქვენი გეგმა როდესაც თუ შეიძლება რა არის თქვენ ანუ რა საკეთებთ იქ მაინც მოუწევთ უარი თქვენ აი როგორც თქვენ გიყურებთ და გიორგი ხართ თარგმანაძე და დიდი ხანია გიცნობთ და რა ვიცი მოგეთ რომ მაინც გარემო ვერც გახარიას პარტია და ვერც შეიძლება პირიქით მოხდეს ხაზარაძე ჯაფარიძე ბამუკას და ბადრის პარტია არჩევნებს პირიქით კონდეს ნუ ასეთ შემთხვევაში ეხლა რა თქმა უნდა თუ თვითსოფლივად იცვლება გარემოებები პირიქით ეს გვინდა ჩვენ და ამაზე მაგრამ მაინც მოუწევთ უარის თქვა მაგრამ არც ეს არის გასახარებელი. მე როგორც კონკურენტს თუ უყურებ, პირიქით გამიხარდება რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ რა დროს ვიწრო პარტიული ინტერესი, საერთოდ არ არის პარტიული ინტერესი, ხო? საერთოდ ზღვარი წაშლილია. მაგრამ ისეთ იერზე დადგებიან, რომ მათ ძალიან უნდათ არჩევნებში შესვლა. ანუ გახარიასაც, ხაზარაძე მამუკასაც, ბადრიბად ჯაფარიძე მათ პარტიას ლელოს ძალიან უნდათ, მაგრამ ვერ შევიდნენ, იმიტომ რომ აი არც ეს მინდა, არც კუთხეში მიმწყდება მინდა, არც ერთი პარტიის და არც იმიტომ კი არა რომ ამეთიებ, არც არის ასე მეტნი ვარ ან მეტი ვარ, მეტი გვეთქმის მაძე არა, უბრალოდ დაწნუნებულები ვართ სიმართლეში და სწორ პოზიციაში. გასაგები. ეს არის და ეს. მადლობა, იმედი მაქვს რომ თქვენ ციხეში არ აღმოჩნდებით და ჩვენ ამ დისკუსიის გაგრძელება ამ თემაზეც სანამ მონაწილეობის დებატების ფორმატ შეიძლება. ხო, თავად აგერ როცა ასეთ შეთავაზებები გაჩნდა, ნიკა დავასრულოთ. მადლობა. ვიმედოვნებ რომ არც ხვალ და არც მომდენო დღეებში თქვენ ლაუგისოსებში არ გიხილავთ, აი ეს არავის არ გაუხარდება. ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი საბრძოლო სტრატეგიის ნაწილია და ამისთვის მზად ხართ. მადლობა დაგემშვიდობებით.